Je me demande comment une femme aussi connue ხშირად მიფიქრე ამაზე. ასეთი სახელგანთქმული ქალი როგორ ნახულობდა დროს თავისი შვილების აღსაზრდელად. Parce que ma mère a toujours été une femme დედაჩემი ყოველთვის იყო სახალხო ქალი. ქალი, რომელიც სიღარიბეში დაიბადა. არ დაბადებულა ისეთ ბურჟუაზიულ ოჯახში. ომის დროს მისი ოჯახი ვირთხებს ჭამდა. მან იცოდა რა არის სიღარიბე და გაჭირვება. la pauvreté quand on და არ დავიწყებია ეს. ça quand on vient de ça ამის დავიწყება შეუძლებელია, ამას არასდროს ივიწყებენ. ასე რჩები ახლოს ხალხთან და მისი როლები, რომლებიც მაგალითად დესიკას ფილმებში შეასრულა. ეს იყო ქუჩის ქალების როლები. de femmes de la rue Loro di Napoli qui était le premier film qu'elle a fait. თავიდანვე ასე იყო, გაიხსენეთ, ნეაპოლის ოქრო. პირველი შოკი ხო აქ მისი ქუჩაში გამოსვლა, მისი სიარული, პიცის გამოცხობა ქუჩაში. მაგრამ ამავე დროს ის ატარებს ამ წინააღმდეგობას თავის თავში. მას შეუძლია იყოს დედოფალი. ამ რაღაც არისტოკრატულს ის გენეტიკურად ატარებს თავის თავში და ეს მომწონს მე. მას ყველაფერი აქვს და სწორედ ამიტომ იყო ლეგენდალური. ეს სრულიად უნიკალური არტისტია, ამის მსგავსი სხვა არ არსებობს. Telle qui est tellement unique. Si vous avez si on va sur ამიტომაცაა რომ Google-ში თუ ჩაწერთ ჩემს სახელს და გვარს მიიღებთ პასუხს სოფია ლორენის შვილი. Sophia Loren's son.